სახელითა მამისათა და ძისათა და წმინისა სულისათა. დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, დღესასწაული, ფერისვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ეს დღე დატვირთულია ღრმა შინაარსით, სიმბოლიკით, მოძღვრებითი სწავლებით და ერთ-ერთი წარმოსაჩენი დღე არის მაცხოვრის ცხოვრებაში, ვინაიდან ამ დღეს მან სამი მოციქულის წინაშე განუმხილა თავისი ღვთაებრივი ბუნება და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოციქულებისთვის წმენდაში გასამყარებლად. სამი მოციქული გამოირჩია უფალმა, ეს არის პეტრე, იოანე და იაკობი ძმები, აღიყვანა თაბორის მთაზე და აიქ ფერი იცვალა, მისი სახე გაბრწყინდა როგორც მზე და მისი შესამოსელი გახდა სპეტაკი, ვითარცა თოვლი და მის გვერდზე იყვნენ ძველი აღთქმის წმინდანები, წინასწარმეტყველი ილია და მოსე და ებაასებოდა მათ და ამ დროს ჩამოვიდა ღრუბელი, თეთრი ღრუბელი, რომელიც აგრილობდა მათ და იყო ხმაზეცით მამისა, რომელიც ეს არის ჩემი საყვარელი, ამისი ისმინეთ. აი ეს ამბავი მოხდა და ეხლა პეტრესთვის და სხვა მოციქულებისთვის იყო საოცარი სანახავი. იქამდეც კი რომ პეტრე აღფრთოვანებით ამბობს რომ ძალიან კარგია აქ და მოდი გავაკეთოთ სამი ტალავარი კარავი, ანუ ერთი შენთვის, ერთი მოსისთვის, ერთი ელიასთვის და აქ ვიყვოთ. თითქოს დროის გაჩერება უნდა პეტრეს, რომ აი დასრულდეს აი ჩვენი ყოფა, აი ესეთი გაგრძელდეს როგორც ამ წამსა, წამი რომელიც ესე იგი მარადიული იქნება და მისთვის რაღაც ეს ნეტარების შეგრძნება იმდენად წარმოუდგენელად ძვირფასი და სასწაულებრივი იყო, რომ უნდოდა აი ამ დროის გაჩერება. სამი მოწაფე ეს მნიშვნელოვანი რამ არის, მასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ სამ მოწაფე ნიშნავს სამს, რომლებიც სამ ადამიანს, რომელიც ამტკიცებს ჭეშმარიტებას და სიმართლეს. ეს იუდაისტურ სამყაროში როცა რაიმე ხდებოდა, სამ პიროვნებას უნდა დაედასტურებია ესა თუ ის მოვლენა და აი სამი მოიყვანა უფალმა, რომ სწორედ არა ერთისგან დადასტურებული იყო ის რაც ნახეს, არამედ სამისგან. მინდა ყველას ამ სამყაროს და ამ კულტურის შვილები იყვნენ და ყველას ერთნაირად ჰქონდათ ხედვა რა იყო სიმართლე და რა იყო ჭეშმარიტება. ამიტომაც ყველას სჭირდება ის იმ ენით საუბარი, რომელ კულტურაშიც და რომელ სივრცეშიც ის იმყოფება. ამიტომაც სამი გამოირჩია და ხშირად ხდებოდა ესე, რომ სამი მიყავდა ხოლმე. იმიტომ რომ დაედასტურებიათ სწორედ მისი საქმის, ესე იგი უტყუარობა. მაცხოვარი ფერს იცვლის და ამით აჩვენებს მოციქულს თავის დიდებას. მანამდე დადის მაცხოვარი როგორც გლახაკი, უბრალო მქადაგებელი, რომელსაც ასე გამორჩეულად არაფრით არ გამოირჩევა სხვა იუდეველისგან, არც გარეგნობით სხვათა შორის, არც წარმომავლობით და არც თქვათ სტატუსით იმ სამყაროში და იმისათვის რომ მომავალში მისი დაპატიმრება, დატყვევება და
ტანჯვა და წამება რომ ეჩვენებია რომ ეს არის მოვლენა მისი ნებით აღსრულებული და არ არის რაღაცა კრიზისული მდგომარეობა და ფიასკო მისი საქმიანობის არამედ ეს ნებაყოფლობითი დასასრულია შეგნებული საქმისა, ამიტომაც აჩვენა თავისი დიდება. ანუ აჩვენა თავისი ღვთაებრივი ბუნება და დაანახა, რომ ის არის მატერიის ესე იგი შემქმნელი და მისი მბრძანებელი. ჩვენ ნახეთ, რომ ის გაბრწყინდა სახით და ამავე დროს ნახეთ, რომ მისი შესამოსელი გაბრწყინდა. აი აქ შემოდის სწორედ ქრისტიანული სწავლება სამყაროს, რომ იმ სამყაროს, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, ეს არის ბერძნულ-რომაული სივრცე აზროვნებისა, ფილოსოფიური ძალიან ღრმა და ძალიან მაღალი კლასიკური ანტიკური ფსიქოლოგია, ფილოსოფია, თავისი გაგრძელებებით ელინისტურით. ეს არის სამყარო, სადაც ბატონობს წარმოდგენა, რომ საწყისი არის ორი, კეთილი და ბოროტი. და რომ კეთილსა და ბოროტს შორის არის ბრძოლა. რომ მატერია არის ბოროტება და სული არის სიკეთე. ამაზე აგებული მთელი კლასიკური ფილოსოფია ამ ფაბულაზე. და ქრისტიანობა, ჯერ ბიბლია, მაგრამ ქრისტიანობა განსაკუთრებით ანგრევს ამ წარმოდგენას. ის ამბობს, რომ მატერია არ არის ბოროტება. მატერია არის ღვთის დიდება, ისევე როგორც სული. ანუ არაფერი ღმერთს ცუდად არ შეუქმნია. იმას, რასაც ჩვენ სხეულს ვეძახით, ჩვენ სისხლს და ხორცს, არც ის, რასაც ბერძნები ამ სხეულს ეძახდნენ სარკოფაგს, სულისას, ან სატყვეობას, სადაც დატყვევებულია სული და შემდეგ უნდა განთავისუფლდეს და ეს უნდა გადააგდოს ეს თავისი ეს მატერიალური სხეული და განთავისუფლდეს ამ უბედურებისგან. პირიქით პავლე მოციქული ამბობს, რომ ეს არის ტაძარი სულისა წმინდისა, რომ სხეული ისეთივე დიდებულია როგორც სული. და ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ადამიანი გარდაიცვლება და სხეულს დატოვებს სული და წავა სასუფეველში, ეს არ არის მისი მდგომარეობის დასასრული. ჩვენ ასევე გვწამს, რომ საბოლოოდ სული და სხეული უნდა აღდგეს, რომ ერთიანი ადამიანი სრულად ხარობდეს. ადამიანი მაშინ არის ადამიანი, როცა მას სხეული გააჩნია. როცა სულია მხოლოდ, ის არ არის ბოლომდე ადამიანი. ამიტომაც სათასასუფეველში ან ჯოჯოხეთში არც სრული ტკივილია და არც სრული სიხარულია. არც სრული სიხარულია და არც სრული ტკივილია. იმიტომ რომ სრული სიხარული და სრული ტკივილი არის, როცა ადამიანს სისრულეში მოიყვან, როცა ადამიანი სული შეერთდება ხორცთან. ამიტომ ველოდებით ჩვენ მკვდრეთით აღდგომას და ამიტომაც მაგალითად სირიულ ღვთისმეტყველებაში, ქრისტიანულში, მართლმადიდებლურშიც ასეთი წარმოდგენა იყო, რომ ადამიანები იძინებენ ვიდრე მეორედ მოსვლამდე და ესე ფიქრობენ, რომ სანამ სული ხორცს არ შეუერთდება, ის არის აი ამ ძილის მდგომარეობაში, მას არც ტკივა და არც სიხარული გააჩნია. და ქრისტიანობაში ჩვენი ღვთისმეტყველება გვეუბნება, რომ მატერია ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ძალიან მნიშვნელოვანი რამე არის, მაგრამ დაცემის შედეგად ეს მატერია, ეს სისხლი, ხორცი გახდა ჩვენი პრობლემა. დაცემული ბუნება ადამიანისა ხორცისკენ მიიდრკება. ხორცი გახდა ინსტრუმენტი ცოდვისა. და ჩვენ ეს სხეულით ჩავდივართ უამრავ ცოდვას. ხო? ხორციელი ცოდვები რაც არის, ნაპროვანება, მრუშება, სიძულვილი, ეს ყველაფერი სხეულებრივიდან მოდის.
და აი სულის მიერ თავისუფლება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სულმა იბატონოს ხორცზე, რომ თავისუფალი ადამიანს შეუძლია თავისი სხეულის მართვა. ამ კონტექსტში მარხვაც ამიტომ შემოდის, რომ ერთგვარი სავარჯიშო ადამიანისთვის, რომ სხეული გაწვრთნას და არ იყოს სხეული თვითონ ამხედრებული სულზე. სხეული როგორც ადარებენ წმინდა მამები, როგორც ცხენი, რომელიც უნდა ლაგამით უბრალოდ მოიზიდო და მოჭიმო და მოათვინიერო და ისე წარმართო. მაგრამ დაცემულ პირობებში ეს პირიქით ხდება. ამიტომაც ხდება ხანდახან სიძულვილი ზედმეტად ხორცისა, სხეულისა, იწყება სხეულის რაღაცა დეგრადირებული ურთიერთობა სხეულებრივი და მისი დამახინჯება, ცუდად წარმოჩენა, გროტესკულად წარმოჩენა შენი სხეულისა და რაღაცა 1000 გვარი მედიკამენტებით და ოპერაციებით მისი სიმახინჯემდე მიყვანა. ანუ ეს სხეული არ არის განხრთაებული, არამედ ეს მიგდებულია და მხოლოდ იყენებს ადამიანი იმისთვის, რომ სიამოვნება მიიღოს. და აი სწორედ აქ არის პრობლემა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანობა კი არ ესე იგი კი არ ებრძვის სხეულს, არამედ ის ჰარმონიაში მოყავს სულთან. ის ერთგვარად უმეგობრდება და რაღაცა იმ ჰარმონიულ მდგომარეობას ცდილობს, რომ მიაღწიოს, როგორც სამოთხეში ადამიანს ჰქონდა დაცემამდე. და აი ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ მატერიის და თვითონ ქმნილების სიყვარული ამ კონტექსტში, რომ ქრისტიანს კი არ, ამიტომაც უყვარს ქრისტიანს ყველაფერი, რაც ღმერთმა შექმნა, ეს სამყარო, დღე, სხვა მდინარე, ჩანჩქერი, ეს ბუნება, სხვა ადამიანები და ამ ხრივ ეპარიფერისალების დღესასწაულიც ამ სიყვარულს გვასწავლის. ერთი მხრივ თავებრივი მდგომარეობა, სადაც ამ ნეტარებაში პეტრე იმყოფება და მოციქულები, მაგრამ მათ ხო არ აჩერებს მათ ამ ნეტარების მდგომარეობაში და ეუბნება დაუბრუნდეთ ახლა მიწაზე. ჩვენც რაღაცნაირად კარგია ყოფა აქ, როგორც პეტრე, ესე ჩვენ როვეზიარები და ეკლესიაში ვართ, რაღაცა აი ეს ნეტარების შეგრძნება გვაქვს, რომ კარგია აქ შენთან ერთად ყოფნა უფალო. მაგრამ უფალი გვაბრუნებს მიწაზე და გვაბრუნებს ხალხში. გავიდეთ და ქრისტიანული სიხარული, ქრისტეს სიხარული ფერისცვალების კრეტით აღდგომის და კაცთა ხსნის ვახაროთ სხვებსაც. მეთქმა დაგლოცოთ, გილოცოთ დღევანდელ დღეს.